საქართველოში ენერგოეფექტურობის ახალი მოთხოვნები უნდა ამოქმედეს, კერძოდ საჯარო სექტორის შენობების 3%-იანი განახლების ვალდებულება ექნება. 4 წელიწადში ერთხელ კი ენერგოაუდიტის ჩატარება მოუწევთ. აღნიშნული სავალდებულოდ შესაძლებელი კერძო სექტორისთვის 2028 წლისთვის უნდა გახდეს. ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც კანონპროექტის ავტორია, დოკუმენტის განმარტებით ბარათში უთითებდა, რომ კანონპროექტში ევროკავშირის კონსოლიდირებული ვერსიის გამოყენება საჭირო გახდა მსოფლიო ბანკთან მიღწეული შეთანხმებით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსთვის ფინანსურ მხარდაჭერას 50 მილიონი დოლარის ოდენობით. Შესაძლო პირობა დირექტივის შესაბამისად ადგილობრივ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პაკეტიც. Რა იცვლება შენობების ენერგოეფექტურობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ კანონში არსებულ მდგომარეობასა და სიახლეებზე სასაუბროთ გადაცემაში გიორგი აბულაშვილი ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელი გვერდდება. მდილამშვიდობისა ბატონ გიორგი, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მინდა რომ გკითხოთ იმ ცვლილებებზე, რაც შევიდა 2023 წლის ზაფხულიდან თუ სწორად მახსოვს მინიმალური სტანდარტები რაც იყო, როგორ სრულდება რეალურად პრაქტიკაში ეს ყველაფერი, ჩვენ ძალიან ბევრ საუბრობდით გასული წლის განმავლობაში რიგ პრობლემებზე, რაც მათ შორის საგანმანათლებლო მიმართულებით არსებობდა ცოდნის კუთხით და შეიცვალა თუ არა და გამოსწორდა თუ არა რაიმე ამ მიმართულებით. უმეტესი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში თქვენ და თქვენსნაირად გილოცავთ ახალ დამდგარ 2025 წელს და წარმატებებს გისურვებთ. ყველას იმედია, რომ პროცესები ნორმალური განვითარების მიმართულებით გაგრძელდება. ენერგოეფექტურობის შესახებ სწორად აღნიშნეთ, რომ ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში ენერგოეფექტურობის შესახებ, რაც გარდა აქამდე ყურადღების ცენტრში მყოფი შენობის გარსის, ანუ გარე კედლების შემოზღუდავი ელემენტების გარდა უკვე საინჟინრო-ტექნიკურ სისტემებისაც მიაქცევს ყურადღებას და მათი ენერგოეფექტურობაც იქნება მშენებლობის ნებართვის დროს გათვალისწინებული, იგულისხმება გათბობა, გაგრილების, ვენტილაციის სისტემები, ასევე ახალი ცვლილებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყოველი ახალი შენობისას გათვალისწინებული იყოს შენობის მართვის სისტემები, ავტომატური მართვის სისტემები, BMS სისტემებს გულისხმობ და პროექტების სპეციალისტების გასაგებია ეს აბრევიატურა. მათი გათვალისწინებაც იქნება მნიშვნელოვანი და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის გენერაციაც. ოღონდ მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ, რომ ყველა ეს ღონისძიება გასათვალისწინებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იქნება ხარჯთეფექტური. გამომჩა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შენობების, არამედ ზოგადად მწვანე მდგრადი განვითარებისთვის, ასევე მოთხოვნილი იქნება ელექტრომაგმობილების დამუხტველი სადგურები არსებობა ყოველი ახალი შენობის აგებისას, თუმცა მათი ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში. ასევე ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც შედარებით მოგვიანებით 2029 წლის სექტემბრისთვის თუ არ მეშლება შემოდის ძალაში, ეს არის თითქმის ნულოვანი შენობების მშენებლობის ვალდებულება. პირველ რიგში ეს იქნება საჯარო დანიშნულების შენობებისთვის, უბრალოდ ადმინისტრაციული ორგანოების საკუთრებაში არსებული შენობებისთვის და შემდეგ ყველა სხვა ტიპის შენობების აგებისთვის სავალდებულო. რამდენად მზად ვართ და შეგვიძლია ამ ყველაფრის რეალობაში გატარება? არსებული პრაქტიკა არის თქმის საშუალებას იძლევა ვასრულებთ თუ არა დღემდე არსებულ მოთხოვნებს? დღემდე არსებული მოთხოვნები ნაწილობრივ შესრულებულია, გარკვეული რეფორმებში გარკვეული უკეთესი პროგრესი სასურველი იქნებოდა, რომ კონდეს რა ნაწილში? ბოდიში? რა ნაწილში? ენერგოეფექტურობაზე საუბრობ და განსაკუთრებით კონკრეტულად რაშია პრობლემა ამის კითხვა მინდოდა. განსაკუთრებით კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და მათი განხორციელების ინფრასტრუქტურის შექმნაში. და თქვენი პირველი მთავარი კითხვისას აღნიშნეთ პროფესიონალების მომზადება პროგრესივი არის ნამდვილად, თუმცა პროცესი არ არის დასრულებული და იმედი მაქვს, რომ დარწმუნებული ვარ, რომ თუ რაიმე ხელშეწყვეტილი ფაქტორი არ დამატებით ხელშეშლილი ფაქტორი არ გამოვლინდა, ამ წლის ბოლოსთვის პროფესიონალები კადრებით
მნიშვნელოვანწილად შესაძლებელი იქნება, რომ დაყოფილდეს შრომის ბაზარი, თუმცა არის კიდევ რიგი პროფესიების, რომელიც კანონით არ რეგულირდება, თუმცა გამომდინარეობს კანონიდან. მოგეხსენებათ, რომ ენერგოეფექტურობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანას აღნიშნეს სხვადასხვა საინჟირო შენობასთან დაკავშირებული საინჟირო სისტემები, მათი სწორი შერჩევისა და მონტაჟის საკითხი, ამიტომ პროფესიონალები, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული, არიან დაკავშირებული პროფესიონალები, რომლებიც მაგალითად შემინული ზედაპირების სწორად მონტაჟთან არიან დაკავშირებული, ეს ამ ტიპის პროფესიონალებისთვისაც კერძო ინიციატივები არსებობს გარკვეული და მათი წახალისება იქნება საჭირო, რომ შენობის ენერგოეფექტურობაზე გავლენის მქონე ელემენტები სწორად მემონტაჟე ტექნიკოსები არსებობდნენ ბაზარზე. ეს პროცესი, როგორც გითხარით, დაწყებულია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ დამატებითი პრობლემა არ შეექმნება პროცესს. დამატებით პრობლემაში გულისხმობ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და მოგეხსენებათ, რომ ძირითადად ევროდირექტივების მიმართებით და ხშირად დონორული პროექტების დახმარებით ხდება ეს პროცესი. კი ბატონო, ამის კითხვა მინდა და სწორედ ის 50 მილიონიც ასევე რაც ვახსენე და ეს მთელი პროცესი, რომელიც მიმულია ამ დირექტივებთან, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ხომ არ იყო რაიმე ფორმით შეჩერება ან კითხვები ან რაღაც პროცესების თუ თანხების გაჩერება და ამ ნაწილში რისი თქმა შეგიძლიათ? უშუალოდ ამ თქვენს მიერ აღნიშნულ 50 მილიონიან მსოფლიო ბანკის პროექტთან დაკავშირებით არ მგონია რომ ყოფილიყო რაიმე პროცესი, იმიტომ რომ ეს არის საკრედიტო რესურსი, ტექნიკური შენელდა მნიშვნელოვანწილად ტექნიკური დახმარების პროექტები, რომელიც აი ზუსტად ენერგოეფექტურობის განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მომზადებას უწყობს ხელს, რომელიც სხვადასხვა დონორული ორგანიზაციებიდან იყო გამოყოფილი, ძირითადად ეს ევროკავშირის უშუალოდ ან ირიბი დაფინანსებით არსებულ პროექტებს გულისხმობ. ჩემთვის ცნობილი არ არის, რომ რომელიმე პროექტი სრულად გაჩერდა, მაგრამ პროცესი ნამდვილად შენელდა და ვიმედოვნებ, რომ ყველა ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ამ პროცესს დაბრუნებს განვითარების არსებულ წინა ეტაპზე. ძირითადად გულისხმობს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის შიგნით მისაღებ გადაწყვეტილებებს. ბატონ გიორგი, ასევე მინდა გკითხოთ, მინიმალური სტანდარტის შემოღების შემდეგ ენერგოკლასების სერტიფიცირებაც უნდა მინიჭებოდათ A, B, C, D კლასის და ეს სერტიფიკატი ასევე სავალდებულოდ შესაძლებელი იყო გაქირავების შემთხვევაშიც, რომ წარედგინა ამა თუ იმ ობიექტს. ამ ნაწილში თუ სწორად მახსოვს 2024-ში უნდა ამოქმედებულიყო ეს რეგულაცია, რამდენად შესრულდა და რამდენად მუშაობს რეალობაში. რეალურად ამ მოთხოვნის ამოქმედების თარიღმა გადაიწია და 2025 წლის ბოლოდან, ანუ 2026 წლის 1 იანვრიდან არის ახალი თარიღი დადგენილი კანონით, აი ამ ბოლო კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე და ზუსტად ამ ერთ-ერთ ამ პროფესიასაც გულისხმობდი, როდესაც გითხარით, რომ წლის ბოლოსთვის უკვე ბაზარზე იქნებიან კვალიფიცირებული ადამიანები, იმიტომ რომ მზადდება შესაბამისი კურსები და ასევე აკრედიტაციის ცენტრში მზადდება პროცესები, რომ ამ ადამიანებმა გაიარონ აკრედიტაცია სამუშაოზე დაშვების მიზნით. ამ პროცესის დასრულება არსებული ძალიან ცვალებადი გარემოს და მიუხედავად რეალურად მეჩვენება. მადლობა. დიახ. მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. საინტერესოა ნამდვილად ეს რეფორმა და დაველოდოთ როგორ იქნება გაგრძელება და რეალობაში რამდენად იმუშავებს საქართველოს შემთხვევაში. გიორგი აბულაშვილი, ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელი, პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს. ასეთი იყო ორშაბათის 13 იანვრის გამოშვება.